თქვენ საახლობლოში თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, თუ გსმენიათ პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე? ბევრი. არის, ხალხში არაფერი არ იმალება. არის ეს შემთხვევები ხშირად. არის თუ რამე ანუ გამოდის რომ ეს სისტემური მიდგომაა? ალბათ ასე გამოდის, აბა რა. რას ნიშნავს ეს, როცა პოლიციელები აწამებენ მოქალაქეებს დაცვის ნაცვლად? რას ნიშნავს და კითხეთ ივანიშვილს. პოლიციის კადრებით ვნახეთ ქობულეთში ან გორში როგორ ძალადობენ მოქალაქეებს. ეს თუ ნახეთ კადრები გორში ან ქობულეთში როგორ ძალადობენ პოლიციელები მოქალაქეებს, ეს რას ნიშნავს? შეიძლება. რატო ხდება ასე? აუ კითხეთ მაგათ. რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? სამართლებასთან. ყველაფერი არის ნორმალური. ჩემთან და სხვა ძმეს დაცვაში მუშაობ. დაცვაში, კერძო დაცვაში? კი, ოკეი. მაგრამ აი ქობულეთში რაც მოხდა ეს ნორმალური იყო, როცა აწამეს ადამიანები პოლიციელებმა? გორის შემთხვევაც არ გაგიგიათ? რა როლს ასრულებს და რა ფუნქცია აქვს პოლიციას ივანიშვილის მთავრობაში? ალბათ დაშინების მოქალაქეების სამწუხაროდ. გამოსდით? როგორ? გამოსდით რომ დააშინონ ხალხი? გამოცადეს მგონი უკვე. თვითონ სახელმწიფოს მხრიდან იმდენად არაფერს თითქოს აზრი არ აქვს არაფერს ამ ქვეყანაში რაღაცის კეთება. ამ პროტესტი იყო, კეთდებოდა, გამოსვლებიც იყო, მაგრამ რატომაც რეაქცია არ ყოფილა არაფერზე სამწუხაროდ. როგორ მოვედით? ანუ აზრი არ აქვს თითქოს რაღაცის კეთებას. როგორ მოვედით აქამდე ამ რეალობამდე? ალბათ ნელ-ნელა ეს ერთი წვეთი. ალბათ მივეჩვიეთ, ესეც არის. მიჩვევა არის ადამიანები პსიქიკა იყო რაღაც ახალი რომელიც მოხდა და მართლა მთელი საქართველო ალბათ გაგიჟდა. მე დროთა განმავლობაში ამასაც მივეჭვით. ფსიქოლოგიური მომენტი არის ძალიან, რომ ან ნელ-ნელა რაღაცებს აი წვეთით რომ როგორც მაგალითად აი ომი იქნება, ომი გინდა და ესეც აი რაღაც წვეთით მოხდა რომ მივეჭვით. ძალიან ჩვეულებრივი არის პოლიციის მხრიდანაც ძალადობა სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე გმოვდა მიუღებელი არ შემიძლია. ზარული აქვს პოლიციას ივანიშვილის ამ დაჯგუფებაში, ივანიშვილის მთავრობაში. უმეტესად რაც ნანახი მაქვს იყენებენ ამ აქციების ჩასახშობად, სადაც გამოყენებული არის ძალადობრივი მეთოდები. ფარველობენ, იმიტომ ფარველობის გარეშე ამ ხელა გასაკანს 100 უბრალო ადამიანი თავის თავს ვერ მისცემს. რა დავალება აქვს პოლიციას თქვენი დაკვირვებით ივანიშვილისგან და რა ფუნქციას ასრულებს, რა როლს ასრულებს დღეს პოლიცია ივანიშვილის დაჯგუფებაში? არაფერი, ჩემი აზრით უბრალოდ მარტივი პრინციპი აქვს, რომ შიშით დაიმონოს ხალხი. ამ გზით რა ცდილობს თქვენი აზრით ოცნების მთავრობა? რა ცდილობს და ხალხის დაშინებას, რომ ჩვენ ვართ მთავარი და თქვენ არავინ არ ხართ ჩვენს წინაშეო რა. გამოუვათ ეს და გამოსდით ხალხის დაშინება თქვენ დაკვირვებით. რა უნდა მას აშინებენ ხალხს. შეიძლება მე და შენ სიტყვაზე არ გვეშინოდეს რაღაცა, მაგრამ ყველა ესე არ ფიქრობს და ყველა ესე არაა განწყობილი, რომ სიტყვაზე რაღაცა მე ვერ მაშინოს რაღაცა. ბევრს ეშინია დღეს ქვეყანაში რა. მაშინ რა არის გამოსავალი ამ ვითარებაში? გამოსავალი რა და უგვერდით უნდა დავდგეთ ყველა რა. ეგა უპირველეს ყოვლისა დღეს რეისობით ყველა თავისთვის ფიქრობს რა და ეს არ უნდა იყოს ისე რა. საჭირო არ არის საჭირო ქუჩაში გაევლი გაჩერებენ და ყველანაირად ხჭრიკავენ რა. თქვენ გქონიათ გავსი შემთხვევა გაუჩერებენ პოლიციას? ანუ ბათუმშიც გქონია, მაგრამ ისეთი გაჩრიკა არანაირად არ მქონია, მაგრამ გურიაში მაგალითად შოხატაურელი ვარ მე და ისეთ მომენტში გაჩერებენ და ისეთ მომენტში ჭრიკავენ, რომ ანუ არ უნდა გაჩრიკონ და არ უნდა შეგამოწმო რა. უბრალოდ ზაბროსაზე გაჩერებენ რა. და მათ შორის გაგჭრიკეს? ანუ ხელები ჭრიკავენ რა, ანუ რამე ხო არ გაქვს რა სიტყვაზე რა ტიბეტში რა. დობა გაქვს პოლიციამ რომ ის არაფერს არ ჩაგიდებს, არ მცემს ამის. რა უნდა არ მაქვს. რატო? რავი, მომხდარა ისეთი რაღაცა, რომ სიტყვაზე ვიღაცასთვის ჩაუდიან რაღაცა და რა. სიტუაცია შეიძლება დანაჩაგიდო, რაღაცა ფაქტი ჩაგიდო. მიუღებელია ჩემი ეს აზრით ეს პოლიციელებისგან მithumetes, როდესაც კანონით არის აკრძალული, თვითონ ის მაგალითი უნდა იყოს ჩემი აზრით მოქალაქეებისთვის. და ისევე უნდა ისჯებოდეს როგორც მოქალაქე ისევა თვითონ პოლიცია ის. და როგორ ისჯებიან სინამდვილეში? ჩემი აზრით არ ისჯებიან. ანუ პირადად ჩემს ნათესავს ქონდა ასეთი შეხება. ანუ თითქმის ასეთი როგორც გორში, დაახლოებით ასეთი შემთხვევა იყო და არ დასრულა კანონით. ანუ დაკავების დროს მასზე იძალადეს თქვენ სახლობელზე? ბათუმში მოხდა ეს ამბავი? არა, სხვა ქალაქში, თბილისში. თბილისში, ხო? და განაცხადა მან ამის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია საკამოძიებო უწყებელს, რომ დაკავების დროს მასზე იძალადეს, მას დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. კი. მაგრამ ასუხარები არ გაიწია. ჩაუტარდა ექსპერტიზა. რა სახის დაზიანებები ჰქონდა, თუ იცით? თავის არეში ძირითადად. ან თავში ურტყამდნენ დაკავების დროს, ხო? პარაბის პასუხი არ უგია ამისგან. ვერაფერი ვერ გავაკეთეთ.
მე მაგალითად მარნეულში გავიზარდე და იქაც ბევრი შემთხვევა იყო. ნაცნობი მუშაობდა პოლიციაში და ოჯახში ძალადობის ხორკლი ვიყავით მე და დედა ჩემი და ბევრჯერ განეცხადებია მამა ჩემი ძალადობდა ჩვენზე და უპასუხოდ დაუტოვებდი ვარ რახან ნაცნობი იყო ის პოლიციელი მამა ჩემის მხოლოდ გაფრთხილებას აძლევდა და დღემდე პასუხ გაუცემელი რჩება ეს ყველაფერი. ერთი თვე თუ გაჩერდებოდა შემდეგ ისევ აგრძელებდა და დღეს იქიდან წამოვედით, იმიტომ რომ ძალადობის ხორკლი ვიყავით და ოჯახი აქ შევქმენი და ესე ვთქვათ გამოვიქეც იქიდან რა. ან თქვენ პირადად იყავით ძალადობის მსხვერპლი, ხო? და მის ოჯახების რომლებიც ამ დღეში არიან. და პოლიცია არ რეაგირებდა ამ ძალადობის შემთხვევას. ნაცნობი იყო მამა ჩემის და თამ გაჩუმდით, თამ მხოლოდ გაფრთხილებას დავუწერთ, შეიძლება გაჩერდესო. სამივე მივედით, მე ჩემი და დედა ჩემი ნაცნები ვიყავით. ვიყვირა და ღამე რო გამოგვაგდო სახლი და მაშინ წავედით. ხომ სულხი არის 24 საათი მივედით და მაშინ განვაცხადეთ. თქვენ რამდენი წელი იყავით მაშინ? 16-17 ახლეთ სკოლა არ მქონდა ჯერ დამთავრებული და მაშინ და მიხვედით პოლიციაში იყავით ნაცები მამისგან და პოლიციამ ყურადღება არ მოგაქცია. ყურადღება ვითომ დაურეკეს. თომ იქ საქმეში ჩათვლოდა ციხო კამერები აკონტროლებს, თომ საქმეში ჩაეთვალათ, რომ რეაგირება მოახდინოს, ვითომ ბრჭყალებში ვიტყვას რა. არა მქონდა საქმე. არ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი მოძალადის მხრიდან. დღემდე დაუსჯელი არის. ვიცი მამა არის არ უნდა ვიცახდა ყველაფერს, მაგრამ სიმართლე რაცა მე იმას ვუძახი. აღნიშნავენ პოლიციელების დღეს გონი ერთი კვირის უკან იყო, თუ არ ვცდები. აღნიშნეს პოლიციის დღე, თომ განსაკუთრებული დღე რაღაც და თომ ხან ქრისტეს არიან და არ არის ჩემი აზრით არ არის მაგ. ოჯახშიც იყო ასეთი შემთხვევა და მაგიტო ვიძახი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ მე რაშიც მქონდა შეხება, რომ არ არის პოლიცია როგორც და სამართლიანი რა. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ხაცური ბუნებისაა და ახსნილი, რომ კაცად თუ არ მოეკეცი, შეუძლებელია რომ ისე დაიმორჩილო. ხო და ახლა ძალიან ცემაც კი უნდა მოკლან ცემაში, მაგრამ ახლა მოფერებითაც რო ხულიგანს რო დააკავებ, მე მგონი ფაქტია, მაგრამ ხოდა პროფესიონალიზმი აკლიათ. პრობლემის შემთხვევაში სასურველი ჩვენების მისაღებად ცემდნენ მოქალაქეებს, ხო? და ცემაც არ უნდა დაადასტურა ეს. კლად მოფერებითაც ვერ არიყვნენ მეთქი, მაგრამ ახლა ისე უნდა მოკლა არ შეიძლება რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ კლად იმის გამართლებაც რო ახლა ხულიგანი გაამართლო, მე მოდის ის ხულიგანი და წესრიგ ადამიანს იწირავს. აბსოლუტურად არაა მიზანშეწონილი რამენაირი ძალის გამოყენება არანაირი სამართალდამცავის მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა განყოფილებაში მოხდება, ქუჩაში მოხდება თუ რა პირობებში უნდა მოხდეს. აუცილებელ მოგერიებას ან აუცილებელ თავდაცვას თუ არ წარმოადგენს პოლიციელისთვის, ჩემი აზრით აბსოლუტურად ზედმეტია ყოველგვარი ფიზიკური ძალის გამოყენება დამნაშავე იქნება ეს ადამიანი თუ უდანაშაულო მასზე. სამართალდამცავ ორგანოები ძალიან ზედმეტი ძალაუფლება აქვს მინიჭებული და სარგებლობენ იმითი, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში დაუჯელები გამოდიან. თუნდაც ეს მიტინგების დარბევის ფაქტები იყო, თუნდაც ეს უკანონო დაკავებები იყო, რომლებსაც ახალგაზრდებს აკავებდნენ უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის პარლამენტთან, ან თუნდაც გზის გადაკეტვის, რომელსაც რეალურად რო თქვა, აბსოლუტური ლეგიტიმური უფლება გააჩნია ნებისმიერ მოქალაქეს. ან თქვენ ფიქრობთ, რომ მათი უშუალო უფროსების და პოლიტიკური ხელმძღვანელების დაკვეთით ახლა ხელშეწყობილი ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ასე ცალკეულად ერთი პირი შეიძლება ერთეული იყოს, ერთი ან ორი ადამიანი, რომელიც ესე თავზე ხელაღებულია, მაგრამ როგორც ვაკვირდები და საინფორმაციოში ხდება ძალიან ბევრი შემთხვევა არის, რომ პოლიციელები გარდა იმისა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაში მოქმედებენ, ქურდულ სამყაროებთან ურთიერთობაშიც არიან დაფიქსირებულები. ერთი ვარიანტია მთავრობას შეცვალა, მთავრობას ვერ სულ იმით, რომ არჩევნებს გიყალბებს როგორც უნდა და რანაირადაც უნდა. ანუ ხალხი ძალიან დიდი მასა და ძალა არის საჭირო ამისთვის, რომ უბრალოდ მთავრობას თვითონ შეეშინდეს იმის, რომ იმაზე მეტი იყოს ხალხი, ვიდრე პოლიციურ ძალას შეუძლია დაუპირისპირდეს ან მოერიოს ფიზიკურად. რეაქცია რა საჩვენებს ოცნების მთავრობის რეაქცია ამ მსგავს დანაშაულზე? ნუ მათი რეაქცია მათ დამასრულებასაც არ გამოიყურება, მაგრამ ამბობენ რომ ეს არის მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევები და არა სისტემური ხასიათის. ასეა, ერთჯერადი შემთხვევებია. ნამდვილად ვერ გეტყვით რომ ასეა. ანუ არ არის ერთჯერადი ამას ამბობთ? შეიძლება ითქვას რომ არ არის ნამდვილად. ანუ ბევრია. ხო, უკვე მომატებულია ეს და რა თქმა უნდა არ არის კარგი. ხომ არ არის ეს დაუსჯელობის შედეგი, რომ როცა არჩიან რაღაც კონკრეტულ პოლიციელებს, როცა ხმაურდება მსგავსი შემთხვევები, ამის შემდეგ სხვა პოლიციელებიც ჩადიან მსგავს დანაშაულს და აწამებენ ადამიანებს. ან იღებენ ამ თავად იღებენ პოლიციელები ამ წამების ამსახველ კადრებს. ხო, იქნებ მაგასაც იყოს. რომ ესე იგი დაუშლობის სინდრომიც ალბათ მოქმედებს. ძალადობას დაუგმობდი. იმიტომ რომ არა
საღებით ძალადობა არავითარ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მთავრობაში რა იქნება ყველა მისი საქმე უნდა აკეთოს და ძალადობის გარეშე შეიძლება ყველაფრის გაკეთება ეს ერთეული შემთხვევებია ოცნების მთავრობა ამბობს და ვინც ჩადის დანაშაულს ის აგებს პასუხსო ნუ რა არის იცი თუ ხალხმა ყველაფერი იცის ერთეულები არ არის მე მგონი ეს შემთხვევები ყოველთვის ხდება და არის და იქნება კიდე თუ არ დაწყვა ქვეყანაში სიტუაცია ხომ არ ცდილობს ამ გზით დაშინებას ოცნების მთავრობა ხალხის ხო ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციულად როგორ უთხრამენ იგივე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გითხრა ვინმეს ვერ დააშინებს ხალხი არ არის ახლა თუ ერთი რამოდენიმე ხნით გაჩერდება ცოტა ბევრს საზღვარი აქვს საზღვარი სადამდის როგორ არ მოხდება და ბოლოს ისე იქნება რომ ღმერთმა დაგვიფაროს რომ ერთმანეთში რამე არ მოგვივიდეს. მაგრამ დღეს როცა ჩვენ უყურებთ იგივე პოლიციელების მხრიდან ჯგუფურად წამების ამსახველ ფაქტებს იგივე ქობულეთის შემთხვევაში ხო ან გორში ამაზე არ არის საზოგადოებაში ისეთი აღშფოთება როგორც ვთქვათ იყო 2012 წელს როცა ასევე მოქალაქეების წამების გამო შეიცვალა მას შეხედელი ხელისუფლება ხო? ნუ როგორ არის იცი მაშინ შეიცვალა და თუ ახლა ეს თუ კიდევ დაფიქსირდება და გაგრძელდება ასე მე მგონი ყველაფერი ახლა შეიცვლება არა მუდმივი არაფერი და მე აი ისეთი შეგრძნება მაქვს ხო როგორ არის იცი ხალხმა იცის ყველაფერს ხედავს და ნუ ისე არის რომ აი ეიფორიაში არ არის ჯერ ხალხი შესულ მთავარია ვიღაცა იმნაირი პიროვნება იყოს ნორმალური ადამიანი რომ ხალხს დაუდგეს გვერდში და ყველაფერი იქნება ადგილი და ადგილად შესაძლებელი ყველაფერი. ან კარგ ოპოზიციურ ძალას გულისხმობ, ხო, რომელიც არყავს თქვენი შეფასებით? თავისთავად. არც ძველი და არც ახალი ჯერჯერობით არაფერს ვერ წყვეტს. და თუ აგებენ პასუხს პოლიციელები, როცა ისინი ძალადობენ მოქალაქეებზე? ასე ზუსტად არის, მაგრამ არ ამგონია. რადგანაც ისინი სტრუქტურაში მუშაობენ და თქვა რა დაცულები იქნებიან. დიდი ალბათობით. ზუსტად ვერ ვიტყვი. ეს ასე უნდა იყოს? ასე არ უნდა იყოს ახლა. ხო და თავის სტატუსს იყენებენ რა. ანუ პოლიციელი ქვია და მისთვის უკვე ყველაფერი გაიასნებულია საქმე, რომ პოლიციელი მაქვს და მე უფლება მაქვს რომ სიტყვაზე გაგწრიგო და ყველაფერი და პოლიციელები თვითონ წყვეტენ ასე თქვენი დაკვირვებით რომ მოდი მე ხა ასე მოქმედებ თუ ეს დაკვეთაა და ზემდგომებიდან მოდის მსგავსი ანუ ზემდგომებიდან იქნება რა თქმა უნდა ეგ დავალება მაგრამ ზოგიერთები ისე არიან უკვე ფიქრებში წასული და უკვე მათია ქვეყანა მაისე გონია და მიდიან და ნებისმიერ აკეთებენ და ისეთ ამას აკეთებენ რომ უკვე ზემდგომზეც აღარა ეგ უკვე თვითონ მათთვის აკეთებენ რა თავისთვის რომ მე სვადე ეს გაშემიძლია და ეს გავაკეთო და ხალხს აშინებენ რა მის მათი ნამოქმედარებით. როცა ვნახეთ წამების ამსახველი ფაქტები პოლიციელების მხრიდან, მოვისმინეთ არგუმენტები რომ ეს არის ცალკეული შემთხვევები და ამ ცალკეულ შემთხვევებზე პასუხი აგეს პოლიციელებმა. ეს რას საჩვენებს თქვენთვის ასეთი რეაქცია და პასუხი მთავრობის მხრიდან? მთავრობამ შეიძლება თქვას, მაგრამ გაკეთებით მაგას მაინც არ გაკეთებდი და მაგას არავინ არ დაიჭერდა. შეიძლება ერთი დღით მიიყვანეს რაღაცა, უბრალოდ აჩვენეს ხალხს რომ ეს და მოხდა, მაგრამ ყველა ვიცის რომ ეგრე არ იქნება მაგათ. პოლიციას დააკავებ და ისევ მათი დამოქმედარია რომ ეგ რაღაცა ცემეს და რაღაცა არა. просто არ უნდა გაეკეთებიან და რა დატვირთვა შეიძინა ხა? რა როლი შეიძინა პოლიციამ ივანიშვილის კარზე? რა დატვირთვა შეიძინა და ან მისთვის მუშაობენ ყველა რა. მისთვის მიძინასთვის მუშაობენ ყველა, რასაც ეთქვის იმას აკეთებენ. დანარჩენი არ აინტერესებს არაფერი. რატომ სჭირდება ივანიშვილს ასეთი პოლიცია, რომელიც აწამებს? შენარჩუნება პარტიის მეტი არაფერი. ანუ ძალაუფლების შენარჩუნება. და ამისთვის იყენებს პოლიციას. რა თქმა უნდა. რატომ შეიძლება დასჭირებოდა პოლიციის განყოფილებაში ჩადენენ დანაშაულს 4 წელი? დანაშაულის გამოძიებას. გამოძიება არ უნდა, მაგრამ ეს გამოუვალ მდგომარეობაში ძიებენ ახლა იმას. ხო და ნაწილ ვითომ აბრალებენ რაღაცას ჩაიჩობენ. ეს ყველაფერი გასაგები უბრალო ადამიანი ხდება ამას. ჟურნალისტები რომ მუშაობენ და აკეთებენ რისკზე მიდიან ისეც არავინ არ აკეთებს. ხალხმა უნდა გამოვიდეს ფლომა. ხო და ხალხმა უნდა გადაიხსნას, მაგრამ მეტი გამოსავალი არ არის.